სოფლიოში ჩვენი სტუმარია დავით ბაქრაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს ელჩი. ბატონ დავით, გამარჯობა, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმარი. თქვენ როგორც ვიცი ხართ დამსწრეთა სიაში, მოგვიყევით თქვენი დღის განრიგი, ეხლა მან ძალიან ადრეა, მაგრამ მაინც გითხარით რა ღონისძიებაში მიიღებთ მონაწილეობას. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. დღეს ნამდვილად ასე ვთქვათ, საზეიმო ღონისძიებები დატვირთულია ვაშინგტონი. დღეს უკვე პრინციპში ძალიან ადრედილა, მაგრამ უკვე იწყება ღონისძიებები. დიპლომატიური კორპუსი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოებს სწორედ ინაუგურაციის ოფიციალურ ცერემონიალზე, ვიკრიბებით სახელმწიფო დეპარტამენტში, საიდანაც უკვე მოხდება, ასე ვთქვათ, ჩვენი გადასვლა უკვე კაპიტოლიუმში, სადაც დავესწრებით უშუალოდ ფიცის დადების ცერემონიალს. დღის განმავლობაში გაიმართება, როგორც თქვენ უკვე მოახსენეთ მაყურებელს, აღლუმი, რომელსაც ასევე დავესწრებით და დაესწრება უკვე პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპი და იქნება ვახშამი მიღება, რომელიც გაიმართება ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის. აქ ღონისძიებები, რომელიც ინაუგურაციას უკავშირდება, უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო. ჯერ კიდევ 2 დღის წინ იყო პირველი ვახშამი, გაიმართა, როგორც მოგეხსენებათ, კონცერტი. იყო ხვალდილით უკვე იგეგმება ხვალდილით სპეციალური წირვა, რომელიც ინაუგურაციის მეორე დღეს იმართება ტრადიციულად და ქალაქი გადატვირთულია ასევე მიღებებით, სხვა კერძო ღონისძიებებით, რომელზეც ქალაქში მყოფი სტუმრები ესწრებიან, იღებენ მონაწილეობას და ეს ასე ვთქვათ სახალხო ზეიმად იქცევა. ბატონ დავით, ყველა ქვეყანა წარმოდგენილი იქნება მათი დიპლომატების მეშვეობით, იმიტომ რომ თბილისში მაგალითად ცოტა ხნის წინ ღელავდნენ და ეს ღელვა ძირითადად სოციალურ ქსელში იყო გამოხატული, რომ საქართველოსთან არც ერთი ოფიციალური პირი არ ესწრება ამ ღონისძიებასო. იქნებ განგვიმარტოთ რა პროტოკოლი მოქმედებს ამ შემთხვევაში, რომ ვინმე არ იფიქროს, რომ ჩვენ დაგვჩაგრეს და სხვა არა მაგალითად. ჩვენ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მივიღეთ პირველი შეტყობინება პროტოკოლის მხრიდან, რომ ყველა სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის დონეზე. ეს ტრადიციული, ასე ვთქვათ, პროტოკოლური ღონისძიება, პროტოკოლური, ასე ვთქვათ, თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატები სწორედ ასე ატარებს ინაუგურაციას. არის ქალაქში, როგორც გითხარით, ათობით, ასობით ათასი სტუმარი, თუმცა ოფიციალური ღონისძიებები, ოფიციალური სადილი, საღამოს მიღება, უშუალოდ აღლუმში მონაწილეობა და ფიცის დადების ცერემონიალზე დასწრება. ასეთ შემთხვევაში ყველა სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაცია სწორედ არის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის დონეზე წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, ჩვენც მოგვეცა შესაძლებლობა მივიღებთ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, უმაღლეს დონეზე ამ თვალსაზრისით და რასაკვირველია, ეს პროცესი, როგორც გითხარით, უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო, ეს ღონისძიებები უკვე მთელი კვირის განმავლობაში კიდევ გაიმართება და ჩვენ უკვე ხვალიდან გვეყოლება ახალი ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბატონ დავით, ანუ ოფიციალურად ეს არის ელჩების დონეზე და სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ეს მანდყოფი ადამიანების კერძო ინიციატივა შეიძლება ჩაითვალოს, იმიტომ გეკითხებით, რომ მაგალითად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიცით, რომ ამერიკის ვაშინგტონში იმყოფება, ანუ ამ შემთხვევაში ეს კერძო ვიზიტებია თუ როგორ არის? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი სხვა ვიზიტი, ეს არის კერძო ხასიათის, პირადი ხასიათის, აქ უამრავი სტუმარია ქალაქში, რომლებიც სხვა მიღებებსა თუ სხვა ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას, თუმცა სახელმწიფოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სახელმწიფოს წარმოადგენენ დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ნებისმიერ ოფიციალურ ღონისძიებაში, რაც დღის განმავლობაში და კვირის განმავლობაში გაიმართება. ამას ნამდვილად გიდასტურებთ. ბატონ დავით, რამდენად აქტიური იქნება ტრამპის ადმინისტრაცია ჩვენთან კომუნიკაციაში? უკვე ცნობილია ვისთან ერთად იმუშავებს ის და თქვა სხვათა შორის, რომ ყველაზე ინტელექტუალური გუნდი მყავს მე ვისე, ვინც კი ყოლიათო ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორ მიგვესწრება ჩვენ ამ ადმინისტრაციასთან, როგორია კონტაქტები ამ ეტაპაზე, რაც მოახერხეთ მაგალითად თქვენ რაღაც კომუნიკაცია? ძალიან ძლიერი გუნდით მოდის, როგორც ადმინისტრაციაში, ასევე მდივნების დონეზე. ჩვენ უკვე
ქონდა კომუნიკაცია, როგორც მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა მინისტრს უშიშროების საბჭოს მდივანთან, რომელიც სწორედ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ დაინიშნება. მე მქონდა 2 დღის წინ საშუალება, რომ საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია მქონოდა მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, რეინს პრიბუსთან, რომელიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ინიშნება და ეს არის ის გუნდი, რომელიც მასთან ერთად თეთრ სახლში იმუშავებს და რომლებთანაც გვაქვს ძალიან მჭიდრო აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა. ამის პარალელურად, რასაკვირველია, ჩვენ გვაქვს შეხვედრები როგორც კონგრესში და იცით, რომ იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ბატონი თედო ჯაფარიძე. ჩვენ შეხვედრები გქონდა სენატორებთან, კონგრესის წარმომადგენლებთან, საქართველოს მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელთან და ასე შემდეგ. თუმცა გარდა ამისა, როგორც ყოველთვის ტრადიციულად ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმასრულებელი საკანონმდებლო ხელისუფლების პარალელურად ძალიან მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების როლი, მათი მონაწილეობა და ჩართულობა პროცესებში, პოლიტიკური ანალიზის თვალსაზრისით რეგიონთან მიმართებაში და ამ თვალსაზრისით მე მქონდა გუშინ შეხვედრა უკვე ყოფილ პარლამენტის კონგრესის სპიკერთან და დღეს ძალიან გავლენიან პოლიტიკოსთან ნიუტ გინგრიჩთან. ჩვენ მქონდა შეხვედრა ყოფილ უშიშროების საბჭოს მდივანთან ქალბატონ კონდოლიზა რაისთან და ასევე ჩვენს ტრადიციულ მეგობრებთან ატლანტიკურ საბჭოში, იქნება ეს მაკეინის ინსტიტუტში, იქნება ეს Heritage Foundation-ში თუ სხვაგან. ამის გარდა რასაკვირველია, სანამ უკვე ახალი ადმინისტრაცია შევა, ჩვენ ძველ ადმინისტრაციასთან, რომელთანაც ტრადიციულად ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გქონდა, როგორც თავდაცვის სამინისტროში, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, თავდაცვის დეპარტამენტში ეს ურთიერთობები მჭიდრო გრძელდება, გამომდინარე იმ დატვირთული და დინამიური დღის წესრიგიდან, რომელიც ჩვენ ორხრივ ურთიერთობებში გაგვაჩნია, რაც როგორც სამხედრო უსაფრთხოების კუთხით, ისე პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და სხვა მიმართულებებით აქტიურ კომუნიკაციას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით ჩვენ ველოდებით კიდევ უფრო მეტ დინამიზმს ორხრივ ურთიერთობებში. ბატონ დავით, როგორც მივხვდი, თქვენ გაქვთ იმედი, რომ იქნება ზუსტად ისევე, ესე ვთქვათ, აქტიური ურთიერთობები საქართველოსთან ახალი ადმინისტრაციის პირობებში და ამ მხრივ არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ რა სიტყვით იმაზე, რომ შეიძლება შეიცვალოს საგარეო პოლიტიკის კონიუნქტურა და ის საგარეო პოლიტიკაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გაცილებით მეტი უფლებამოსილება აქვს და ამბობენ, რომ ის რაღაც საგარეო პოლიტიკაზე ორიენტირებული პრეზიდენტი იქნება. მაგალითად, ურთიერთობები რუსეთთან ის არ ცნობს ტერმინ გადატვირთვას, ამბობს, რომ ან კარგი ურთიერთობები გვექნება და ან არა, მოკლედ აქვს ამის იმედი. ამ ვთქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების რუსეთთან ურთიერთობები და ზოგადად რაღაც ახალი კონტექსტი საგარეო პოლიტიკის ეს ხომ არ იქნება რაიმე ტიპით ჩვენი დამაზიანებელი, ან შეიძლება სრულად არ იყოს დამაზიანებელი და პირიქით, ანუ ამ კონტექსტზე რა სიტყვით და რა უშუალოდ ორი ქვეყნის ურთიერთობაზე? რასაკვირველია, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნებისმიერი მოსაზრება და ამას პრინციპში დღეს ვაშინგტონში ყველა იზიარებს, რაც აქამდე გაჟღერებულა, მაინც არის ვარაუდი. გამომდინარე იქიდან, რომ რეალურ სახეს პოლიტიკა უკვე ხვალიდან მიიღებს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის, თუმცა ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის 25 წლიანი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 25 წლის განმავლობაში ორპარტიული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ორპარტიული აქტიური მხარდაჭერა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატების მხრიდან ჰქონდა საქართველოს, მაგრამ ამასთანავე საქართველოს აქტიური კონტრიბუცია ზოგადად უსაფრთხოების საკითხებში, ის მნიშვნელობა, რომელიც სტრატეგიულ თანამშრომლობის კონტექსტში გააჩნია ამ ორ ქვეყანას, ასევე საქართველოს რეგიონალური მნიშვნელობა და ჩვენი პოზიციონირება ამ მხრივ ძალიან მყარია. ჩვენ ბოლო 25 წლის განმავლობაში იმ დახმარების, იმ ხარდაჭერის, იმ დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის კვალ-და-კვალ, რომელშიც მათ შორის ამერიკის
შეერთებული შტატები მისი გადასახადების გადამხდელები მონაწილეობდნენ საქართველოში იმ ასე ვთქვათ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის კანონის უზენაესობის და სხვა მიმართულებით მიღწეული შედეგების რამაც ქვეყანა უკვე დემოკრატიული შეუქცევადი განვითარების გზაზე დააყენა გვაძლევს საკმაოდ მყარად თქმის საფუძველს იმისა რომ საქართველო არის სწორედ მაგალითი იმ თანამშრომლობისა რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია რეგიონის სახელმწიფოებთან ჩვენ ამას გავაძლიერებთ ამ თვალსაზრისით ნიშნულობა საქართველოსი კიდევ უფრო იმატებს და მე იმედი მაქვს რომ როგორც ტრადიციულ ასე ვთქვათ სფეროებში რაც უსაფრთხოებას და თავდაცვას რაც პოლიტიკურ კონტექსტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას და რასაკვირველია უკვე ახალ ადმინისტრაციასთან კიდევ უფრო მეტი აქტიურობით ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კონტექსტში თანამშრომლობას შეეხება ვფიქრობ რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს რეგიონში რაც შეეხება კიდევ ერთხელ დაუბრუნდები იმ თემას რომელიც თქვენ ახსენეთ რუსეთთან ურთიერთობებს ჩვენ რასაკვირველია ყველა ამ შეხვედრების კონტექსტში განვიხილავთ ნებისმიერ შესაძლებლობებს თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ორმხრივი ურთიერთობები თუმცა გვაქვს ძალიან მყარი რწმენა რომ ეს არ განვითარდება საერთაშორისო სამართლის და ნორმების ხარჯზე და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობა და პარტნიორობა ამ თვალსაზრისით არ დაზიანდება. დიდი მადლობა ბატონ დავით ბაქრაძეს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში რომელიც ალბათ რამდენიმე წუთში გაემგზავრება და ოფიციალურ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. წარმატებულ დღეს გისურვებთ და წარმატებული ურთიერთობების ხელშეწყობას თქვენი საქმიანობის